კეთილი რჩევები. დიდი ხნის წინ ცხოვრობდა ერთი ობოლი ყმაწვილი. ძალიან ღარიბი იყო და ყოველ დღე შიმშილით ათენებდა და აღამებდა. ერთ დღეს გადაწყვიტა ქვეყანაზე სახეტიალოდ წასულიყო. იქნებ ამ ხეტიალში რაიმე საჭმელიც ეშოვნა. იარა და ერთ დღეს მთელი დღის სიარულის შემდეგ დაღლილს და მშიერს ერთ უღრან ტყეში დააღამდა. გაიხედა და ხედავს, მახეში ტყის ფრინველი გაბმულა. მთელი ძალით ფრთქიალებს და თავის დაღწევას ცდილობს. გაუხარდა მშიერ ყმაწვილს, გემრიელ ჩაშოშულს მოვამზადებო იფიქრა, მაგრამ უეცრად ფრინველი ადამიანის ენაზე გამოელაპარაკა. არ დამღუბო, კეთილო მგზავრო, გამიშვი, მაჩუქე თავისუფლება. ვაჟს კეთილი გული ჰქონდა, ვერ გაიმეტა სასიკვდილოდ, გაათავისუფლა მახედან და გაუშვა. ფრინველმა შვებით გაშალა ფრთები და სანამ აფრინდებოდა მშველელს უთხრა. შენი კეთილი გულის გამო, მადლიერების ნიშნად, ასეთ რჩევას მოგცემ. გაყევი ამ ბილიქს და იარე წი. მანამ არ შეჩერდე, სანამ დიდ მუხას არ მიადგები. აწვერი ზედ და მის ძლიერ ტოტებზე გაათენე მთელი ღამე. მერე შენ თვითონ ნახავ რა მოხდება. გაჰყვა ვაჟი მითითებულ ბილიქს. იარა მთელი დღე და ბოლოს დაინახა დიდი მუხა. აძვრა ხეზე, კარგი მყარი ტოტი შეარჩია და ჩამოჯდა. კარგა ხნის მერე მოესმა თითქოს ხის ძირში ვიღაც დაბალ ხმაზე საუბრობდა. მიაყურადა და მართლაც ხედავს სამი გნომი ერთმანეთს ესაუბრება. გაიგეთ? იკითხა ერთ-ერთმა. სამეფო წყარო დაშრა. ადრე მასში ცივი და კამკამა წყალი მორაკრაკებდა და ხალხს არწყულებდა. წყალს მხოლოდ ის დააბრუნებს, ვინც იმ ფიჭვის მოჭრას მოიფიქრებს, წყაროსთან რომ იზრდება და მის ფესვებს მიწიდან ამოყრის. მეც ვიცი, ერთი საიდუმლო. წამოიძახა მეორემ. სამეფო ტყეში ძველად უთვალავი ლოსი იყო. ახლა არც ერთი არ არის. მეფე არ იცის, რომ ცხოველებს სამეფო პარკის შესასვლელში მეგრული ნანადირევი რქები აშენებს. იმ რქებს თუ მოაშორებენ, ლოსები უმალ დაბრუნდებიან ტყეში. მეც საინტერესო რამ ვიცი, თქვა მესამე. მეფის ერთადერთი ქალიშვილი კარგა ხანია ავადმყოფობს. ვერც ერთმა ექიმმა ვერ განკურნა მშვენიერი პრინცესა. არადა ის რომ ზის ამოსვლამდე გაიყვანონ პარკში და დილის ცვარი აბგურონ, ყისვე განიკურნება. ერთხანს კიდევ ისაუბრეს გნომებმა და დაიშალნენ. რაც გაიგონა ტოტებში შემალულმა ვაჟმა ყველაფერი დაიმახსოვრა. გათენდა. დილას ჩამოძვრა ხიდან და მეფის სასახლისაკენ გაეშურა, რათა მეფის კარზე მოჯამაგირედ დადგომა ეთხოვა. წყლის მზიდავად თუ დაგვიდგები, დაგიტოვებთ. შესთავაზეს ვაჟს. ამ ბოლო დროს შორიდან გვიწევს წყლის სასახლეში ზიდვა. ადრე პარკშივე მოჩუხჩუხებდა სამეფო წყარო, მაგრამ დაშრა. ყმაწვილმა დაათვალიერა ადგილი, სადაც უწინ წყარო მოედინებოდა. დაინახა წყაროს თავზე ამოსული ფიჭვი და თქვა. თუ ამ ფიჭვს მოჭრით და მის ფესვებს ამოთხრით, ისევ გაჩნდება წყალი წყაროს ადგილას. დაუჯერეს ვაჟს, მოჭრეს ფიჭვი და მალე ისევ აივსო კალაპოტი კამკამა წყლით. ყმაწვილი მეფემ იხმო და ჰკითხა. ისიც ხომ არ იცი შემთხვევით, ტყეში გადაშენებული ლოსები როგორ დავაბრუნოთ? ადრე მთელი ჯოგები დასეირნობდა, ახლა კი სულ გაუჩინარდნენ. მაგაზე ადვილი არაფერია, თქვენო აღმატებულებავ. გაეღიმა ვაჟს. უბრალოდ ბებერი ლოსის რქები ჩამოხსენით პარკის შესასვლელიდან. სულ ესაა. მეფემ ბრძანა რქების ჩამოხსნა და მართლაც, მალევე დაბრუნდნენ ლოსები ტყეში და პარკში სეირნობა დაიწყეს. დიდებული მრჩეველი ხარ. გაიხარა მეფემ. ჩემი შვილის მძიმე სენის განკურნებაშიც ხომ ვერ დამეხმარები? დიდი ხანია ავადმყოფობს. პრინცესა მზის ამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე პარკში გაიყვანეთ და დილის ცვარი მიაბკურეთ. ასწავლა ბიჭმა ხელმწიფეს. მაშინვე განიკურნება. ასეც მოიქცა მეფე. უთენია გაიყვანა შვილი პარკში. მიაბკურა დილის ცვარი და იმ წამსვე გამომჯობინდა გოგონა. ძალიან მოუნდა მეფეს მადლიერება გამოეხატა ვაჟისთვის და უთხრა. დარჩი ჩემს სასახლეში, აქ იცხოვრებ, ჩემს პირველ მრჩევლად დაგნიშნავ. იმ დღიდან მოყოლებული ვაჟი სასახლეში ცხოვრობდა. არასოდეს მოშივებია და ცხოვრების ბოლომდე ბედნიერი იყო.